მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კითილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები, თქვენი ფინანსური ენერგია ივნისის ბოლომდე. ვარიანტი გვექნება რამდენიმე, პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და მეგობრებო, ენერგიების დაბალანსების მიზნით თხოვნა იქნება, რომ აუცილებლად მოიწონოთ როგორც ეს ვიდეო, ასევე ჩემი გვერდიც, ვისაც არ გაქვთ მოწონებული. და დავიწყოთ ახლა, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები ივნისის თვეში. გადმოგვიხდა ერთი ტაროს არკანი, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები ივნისის თვეში. როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები და როგორ განვითარდება მესამე ვარიანტის ფინანსური ენერგია. ახლავე დავარიგებთ ქვებს. ეს იქნება ჩვენი პირველი ვარიანტი, ეს იქნება ჩვენი მეორე ვარიანტი, ასეთი პატარა შავი ქვა და ეს იქნება მესამე ვარიანტი. აირჩიეთ, კარგად დააკვირდით, რომელი არკანი, რომელი ქვა გეძახით. და დავიწყოთ ახლა ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, როგორ განვითარდება თქვენი ფინანსები და ამოვიდა არკანი ხმლების ტუზი. პირველ რიგში აქ უფრო მეტად ვხედავ რაღაც ახალ იდეებს, ამიტომაც ივნისის თვეში ძალიან კარგად დააკვირდით საკუთარ ფიქრებს და მეგობრებო, იცით, ცუდი იდეები გარკვეულწილად არ არსებობს, იმიტომ რომ ნებისმიერი იდეა შობს ყოველთვის რაღაც ახალ იდეას. ამიტომაც კარგად ჩამოწერეთ ხოლმე თქვენი რაღაც აზრები, ფიქრები, გეგმები, განსაკუთრებით იდეების კუთხით და განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც გაქვთ თქვენი ბიზნესი, იმიტომ რომ იდეების კუთხით იქნება ივნისი აღსავსე ახალი შესაძლებლობებით. გარდა ამისა, აქ მე ვხედავ იდეას, რომელიც თქვენს ფინანსურ ენერგიას შეცვლის და რა თქმა უნდა დაგეხმარებათ მის გაუმჯობესებაში. ძალიან დიდი შანსია საკმაოდ ნაყოფიერი იდეა მოგივიდეთ. ამიტომაც ყურადღებით იყავით თქვენს აზრებთან. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება პირველი ვარიანტის ფინანსები ივნისის თვეში. კვერთხების 8-იანი და ხმლების 6-იანი. მეგობრებო, ძალიან კარგი ენერგიები ამოდის. სხვათა შორის, ნამდვილად კარგი პერიოდი იქნება ფინანსებისთვის ივნისის თვე და უპირველეს ყოვლისა, აქ ჩანს რაღაც ისეთი გარემოს დატოვება, რაც თქვენ აღარ მოგწონთ, აღარ გსიამოვნებთ. მაგალითად, შესაძლოა ცხოვრების ამ ეტაპზე მუშაობდეთ ისეთ სამსახურში, რომელიც საერთოდ არანაირად არ მოგწონთ, არც პროცესი არ განიჭებთ სიამოვნებას, არც სამუშაო გარემო და წახვალთ. ან შესაძლოა ზოგადად რაღაც ადგილმდებარეობის შეცვლა იყოს აქ, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს ფინანსურ განვითარებას, იმიტომ რომ მოიშორებთ ვიღაც პარაზიტებს, ენერგოვამპირებს. და კვერთხების 8-იანი. კვერთხების 8-იანი მეტყველებს რაღაც ახალი მიზნების შესახებ, მიზანდასახულობის შესახებ და იმის შესახებ, რომ პროცესი განვითარდება ძალიან სწრაფად. აქ იქნება საკმაოდ სწრაფი წინსვლა, ახალი იდეები და ძველი თქვენთვის არასასიამოვნო გარემოცვის დატოვება. იქნება ფინანსური კრიზისის დატოვება, ვინც ახლა ფინანსურ კრიზისში ხართ. ვისაც ახლა ფინანსების კუთხით გაქვთ პრობლემები, ნერვიულობები, იმიტომ რომ ჩანს აქ აშკარად, ზოგი თქვენგანის ნერვიულობა იკითხება. დამიჯერეთ, ივნისის თვეში თქვენ შეძლებთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოხვიდეთ. თქვენთვის არასასურველი ფინანსური მდგომარეობიდან. და დაისახავთ აშკარად ახალ მიზნებს, მაგრამ ისევ და ისევ ყურადღებით იყავით იდეებთან. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვინც აირჩიათ, თქვენთან ნახოთ რა ხდება და თქვენთან ამოვიდა არკანი ძალა.
ნუ ეს არის უფროსი არკანი მეგობრებო, რაც მეტყველებს იმის შესახებ, რომ ივნისის თვეში პირველ რიგში თქვენი შინაგანი ძალა იქნება მაქსიმალურად გამოვლინებული, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ივნისის თვეში თქვენი თვითდისციპლინა, თქვენი შინაგანი ძალა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გაქვთ თქვენი რაღაც ბიზნესი, არ აქვს მნიშვნელობა, დაუშვათ შესაძლოა ფრჩხილებს აკეთებდეთ, ხო? სახლში ან რაღაც თქვენი სალონი გქონდეთ, ვინმეს შესაძლოა ჩემი კოლეგაც იყოს რომელიმე თქვენგანი, ამასაც არ გამოვრიცხავ და ნახეთ, ზუსტად იმ სფეროში, რომელშიც თქვენ ახლა მუშაობთ, იმ სფეროში გაძლიერდება თქვენი უშუალოდ შინაგანი ძალა. უფრო კარგად დაამოღამებთ, ჟარგონს გამოვიყენებ, თქვენს საქმეს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი რაღაც ბიზნესი გაქვთ თუ რა გაქვთ, მაგრამ ახალი ცოდნა აქ აშკარად მოდის. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მეორე ვარიანტის ფინანსები ივნისის თვეში. ხმლების პაჟი და პენტაკლების ტუზი, არკანი იმპერატორი ქალი, მეგობრებო, ძალიან კარგი ენერგიები არის აქაც, ნამდვილად სხვათა შორის პირველი ვარიანტის შემთხვევაში თუ იყო რაღაც უფრო მეტად გეგმები და ფიქრები, მეორე ვარიანტი თქვენთან აქ უკვე აშკარად არის ქმედებები, ახალი პერსპექტივები, ახალი პოტენციალი, ახალი ინფორმაციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ხმლების პაჟი ამოვიდა, მეგობრებო. თქვენ დააგროვებთ რაღაც ახალ ცოდნას, რაღაც ახალ ინფორმაციებს, როგორც თქვენ სფეროსთან დაკავშირებით, ასევე ზოგადად ფინანსებთან დაკავშირებითაც და პენტაკლების ტუზი. პენტაკლების ტუზი და არკანი იმპერატორი ქალი. ძალიან ნაყოფიერი პერიოდი გელოდებათ ფინანსებში. ყოველი თქვენი ქმედება, ყოველი თქვენი შრომა, ყოველი თქვენი ჩადებული ენერგია, განსაკუთრებით პოზიტიური ენერგიები, ჩადებული სიყვარული, ჩადებული შრომის მოყვარეობა საქმეში. ყველაფერი ანაზღაურდება 100%-ით კი არა, 200%-ით ლამის. და გარდა ამისა, პენტაკლების ტუზი ახალი პერსპექტივები იხსნება. ახალი შანსები. ვინც ცხოვრების ამ ეტაპზე არ მუშაობთ, მათთვის რა თქმა უნდა, ჩანს აქ ახალი სამუშაო გარემო, ახალი სამუშაო სივრცე, სადაც მოგიწევთ სწავლა. რაც არ უნდა იყოს, მეორე ვარიანტი, ორი უფროსი არკანი ამოვიდა, ამიტომაც აქ ნამდვილად გინდათ არ გინდათ მოგიწევთ, რომ რაღაც ახალი ისწავლოთ, რაღაც ახალი ცოდნა, რაღაც ახალი ინფორმაციები მოიძიოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად ძალიან ნაყოფიერი იქნება. ძალიან. სასწაულად ნაყოფიერი. კარგით. უღრმესი მადლობა მომილოცავს თქვენთვის მეორე ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი თქვენთან რა ხდება? ხმლების რვიანი ამოვიდა. ნუ აქ აშკარად ხედავ მენტალურ ბლოკებს. ფინანსებთან დაკავშირებით გაქვთ რაღაც გარკვეული მენტალური ბლოკები და პირველ რიგში ზუსტად ეს უნდა დაამუშაოთ საკუთარ თავში. ზუსტად იმაზე უნდა იმუშაოთ, რომ ეს ფინანსური ბლოკები დაამარცხოთ. ვნახოთ ერთი რას ეხება თქვენი ფინანსური ბლოკები, რას ეხება, რასთან გვაქვს საქმე. კვერთხების ექვსიანი. ნუ აქ ასეთ ორ პერსპექტივას ვხედავ. ბევრი თქვენგანის შემთხვევაში აქ არის მენტალური ბლოკი დაკავშირებული მუდმივ ლიდერობასთან, ანუ თქვენ მუდმივად გსურთ რომ იყოთ ლიდერი, მუდმივად გსურთ რომ იყოს თქვენი ყოველი შრომა, ყოველი ენერგია იდეალური და ხშირად ზედმეტად გაიდეალიზირებასაც ითხოვთ საკუთარი თავისგან და ირგვლივ მყოფებისგანაც და ამის გამო იქმნება მენტალური ბლოკი, იმიტომ რომ მეგობრებო, გულახდილები ვიყოთ, ყოველთვის ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მით უმეტეს დასაწყისში. ყველაფერს სჭირდება თავისი დრო, თავისი ენერგია, თავისი მონდომება, ასე უცაბედად იდეალურობა არ მოდის ფინანსურ სფეროში
და ასევე ბევრ თქვენგანთან აქ ხედავ მენტალურ ბლოკს იმასთან დაკავშირებით, რომ აი არ ვიმსახურებ. კი, მე ბევრი ვიმუშავე, მე ბევრი შეიძლება გავაკეთე, მაგრამ თლადამდენიც არა, მე ამას არ ვიმსახურებ და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი პერსპექტივა, რომელიც რამდენიმე თქვენგანთან რეზონირდება მხოლოდ და მხოლოდ, ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, რასაც ახლა გავაჟღერებ. ზოგ თქვენგანთან აქ არის ასეთი სრულიად რადიკალური შეხედულება, რომ აი მე ყველაფერს ვიმსახურებ და თითქოს ავალდებულებთ სხვებს. გააზრებულად თუ გაუაზრებლად თქვენ შინაგანად გაქვთ რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება, რომ სხვებს თითქოს ვალი აქვს და სხვებმა რაღაც უნდა დაგიფინანსონ, სხვები გვერდში უნდა დაგიდგნენ და ასე შემდეგ. გავიმეორებ, ყველას ნამდვილად არ ეხება ის ინფორმაცია, მაგრამ ზოგ თქვენგანთან ასეთი მენტალური ბლოკიც არის, რომელიც ნამდვილად ხელს გიჩლით განვითარებაში. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, როგორ განვითარდება მესამე ვარიანტის ფინანსები ივნისის თვეში. ხმლების დედოფალი, კვერთხების ტუზი და ქურუმი კაცი. მეგობრებო, სასწაული არის უბრალოდ, იმიტომ რომ პირველი ვარიანტი ხმლების ტუზი, მეორე ვარიანტი პენტაკლების ტუზი და აქ კვერთხების ტუზი ამოვიდა. პირველ რიგში ახალი შესაძლებლობები და ახალი პერსპექტივები თქვენთვის ნამდვილად იქნება, მაგრამ შეხედეთ მენტალურ გალიასთან და მენტალურ ბლოკებთან დაკავშირებით ინფორმაცია ტყუილად ნამდვილად არ ამოსულა და უბრალოდ ნამდვილად არ გამიჟღერებია. აქ თქვენ, რასაც ქვია, გინდათ არ გინდათ, მოგიწევთ შეისწავლოთ საკუთარი თავი და დაამუშაოთ თქვენი ეს შინაგანი ბლოკები, დაამუშაოთ ეს ყოველივე. ყველასთან ინდივიდუალური მენტალური ბლოკები არის ფინანსებთან დაკავშირებით. ხო? თუ ჩვენ აქ ვეხებით ასეთ საქმეს, რომ აი ვიმსახურებ, არ ვიმსახურებ, ეს უნდა დაამუშაოთ. თუ თქვენ თვლით, რომ სხვებმა რაღაც უნდა დაგიფინანსონ ან გვერდში დაგიდგნენ, ესეც უნდა დაამუშაოთ საკუთარ თავში. აი აბსოლუტურად ყველაფერი, რაც წეღან გავაჟღერე. მაგრამ უშუალოდ ფინანსურ განვითარებას რაც შეეხება, აუცილებლად გექნებათ შესაძლებლობა, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური ენერგია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჩნდება ახალი პერსპექტივა, როგორც იდეის, ასევე სხვათა შორის ქმედების სახით, თუ თქვენ დაამარცხებთ ამ მენტალურ გალიას. ან ყოველ შემთხვევაში თუ დაიწყებთ ამის დამუშავებას მაქსიმალურად გულწრფელად. იმიტომ რომ სამყარო ყოველთვის ყველაფერს ხედავს და რა თქმა უნდა ყოველთვის გვეხმარება. დაიწყეთ მუშაობა საკუთარ თავზე. წინააღმდეგ შემთხვევაში აქ გულწრფელად გეტყვით განვითარებას საერთოდ ვერ ვხედავ. სულ ეს არის მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა, მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს და ნახვამდის.